ოდესღაც ერთ სოფელში ცხოვრობდა მოხუცი ხანასაკა. ხანასაკას ქოხის წინ ლამაზი ალუბლის ხე ხარობდა. ერთ დილას მზეჯერ არც კი იყო ამოსული, ხანასაკამ ალუბლის ძირში გაძვალტყავებული ძაღლი დაინახა. კეთილ ხანასაკას შეეცოდა მშიერი ძაღლი, აჭამა და თავის ქოხში შეიყვანა. დადგა ალუბლის აყვავების დრო. ერთხელ ხანასაკა სახლიდან გამოვიდა, რომ აყვავებული ხის მზერი დამტკბარიყო. უკან ძაღლი მოჰყვებოდა. უცებ ძაღლმა აყვავებულ ალუბალთან მიირბინა და ძირში თათებით მიწას დაუწყო ფხოჭნა. მოშორდი, ხეს ფესვები არ დაუგრიჭო, თორემ ჩემს საყვარელ ალუბალს დამიღუპავ. გაუჯავრდა ხანასაკა, მაგრამ ძაღლი მაინც თხრიდა მიწას. გაბრაზებული ხანასაკა ალუბლის ხესთან მივარდა, რომ ძაღლისათვის ეცემა. მაგრამ ამ დროს დაინახა, ძაღლს დიდი ყუთი ამოეთხარა. გაოცდა ხანასაკა. ყუთს ფრთხილად ახადა თავი და რას ხედავს? ყუთი ვერცხლის ფულით იყო სავსე. გახარებულმა ხანასაკამ იმავე დღეს მეზობლებს უამბო განძის ამბავი. ხანასაკას მეზობლად ერთი მდიდარი და ხარბი მოხუცი ცხოვრობდა. იმასაც გაეგო ხანასაკას ძაღლმა განძი იპოვაო, მივიდა ხანასაკასთან და უთხრა: რა კარგი ძაღლი გყავს ხანასაკასან, რა მშვენიერი. ნება მომეცი ცოტა ხანს ჩემს ბაღში გავასეირნო. ხანასაკამ არაწყენინა მეზობელს და ნება დართო მზის ჩასვლამდე ასეირნეო. მდიდარმა ძაღლი თავის ბაღში შეიყვანა და უბრძანა: ეძებე განძი. მაგრამ ძაღლს ყურიც არ გაუბარტყუნებია. იწვა ბილიკზე, დაამტკნარა და თვალები დახუჭა. ზარმაცო ლეშო! გაუწყრა მდიდარი და ჯოხით დაუწყო ცემა. მოძებნი ახლავე განძი. ესეც შენ. ნაცემი ძაღლი წამოხდა, კვიპაროსის ძირში მიირბინა და თხრა დაიწყო: აბა, სწრაფად მოთხარე. აჩქარებდა ხარბი მდიდარი და არც ერთი ნაბიჯით არ შორდებოდა. უცებ დაინახა, ძაღლმა დიდი ჟანგიანი ყუთი ამოთხარა. განძი ვიპოვე! წამოიყვირა გახარებულმა მდიდარმა და ყუთს სახურავი ააგლიჯა. უცებ ყუთიდან სისინით, წივილითა და სწვენით ამოცოცხლდნენ საზისხარი გველები, ხვლიკები, ობობები, გომბეშოები და ხამურები. შესაძაკელო არსებავ! დაიღრიალა გაშმაგებულმა მდიდარმა და ძაღლს ისე ჩასთხლიშა თავში, უგრძნობლად დასცა მიწაზე. ულმობელმა მოხუცმა მკვდარი ძაღლი გზაზე გაათრია, ფიჭვის ძირას დამარხა და ხანასაკასთან მივიდა. შენმა ძაღლმა ფეხები გაფშიკა, უთხრა გულმოსულმა გზის პირას, ფიჭვის ძირას დაუმარხე. ნაღვლიანი ხანასაკა დიდხანს იდგა თავისი ძაღლის საფლავთან. შემდეგ ფიჭვი მოჭრა და როდინი გამოთალა. როცა ამ როდინში მარცვალს დავნაყავ, ყოველთვის ჩემი ძაღლი გამახსენდება. იმავე საღამოს ხანასაკამ როდინში ერთი პეშვი ბრინჯი ჩაყარა დასანაყად და საოცარი რამ მოხდა. როდინი სწრაფად აივსო ბრინჯით, მაგრამ ყველაზე დიდი საოცრება ის იყო, რამდენჯერაც როდინიდან ბრინჯი ამოიღო, იმდენჯერვე ისევ გაივსო პირამდე. მალე ხანასაკას ქოხში ყველა ტომარა სავსე იყო დარჩეული სუფთა ბრინჯით. გაოცდა მდიდარი მეზობელი, ხანასაკას ამდენი ბრინჯი საიდან აქვსო? ერთ მშვენიერ დღეს მივიდა ხანასაკასთან, თავი დაუკრა და ეშმაკურად კითხა: პატივცემულო ხანასაკასან, ამდენი საუკეთესო ბრინჯი საიდანა გაქვს? გულმართალმა ხანასაკამ მეზობელს არც ახლა დაუმალა სიმართლე. მაშინ ხარბი მდიდარი საწოდავად შეევედრა: ძვირფასო ხანასაკასან, ერთი დღით მათხოვე შენი როდინი, მხოლოდ ერთი დღით.
ჩემი სულ თაგვებმა დახრეს და ბავშვები შიმშილით მეხოცებიან. კეთილმა ხანასაგამ დაუჯერა მატყუარას და ჯადოსნური როდინი მისცა. დიდარი მაშინვე შინ გაიქცა. როდინში მარცვალი ჩაყარა, რომ დაენაყა, მაგრამ მოხდა საოცრება. როდინიდან ამოფრიდან შხამიანი ბუზები, კოღოები, კრაზანები, კინკლები ბზუირი დაესვინან გულქვა კაცს და დაკბინეს. დიდარმა კაცმა ხელი დასტაცა როდინს და ანთებულ ბუხარში შეაგდო. ჯადოსნური როდინი დაიწვა, მხოლოდ ნაცრის გროვაღა დარჩა. მეორე დღეს ხანასაკა მეზობელთან მივიდა და თავისი როდინი მოსთხოვა. დიდარმა უთხრა: შენი როდინი ჭკუაზე შეცდა, ცეცხლში ჩახტა და დაიწვა. ხანასაკა შეწუხდა: ეგ როდინი ჩემ კეთილ ძაღლს მაგონებდა. როდინიდან დარჩენილი ნაცარი მაინც მომეცი. წაიღე, ნაცარსაბა როგორ დაგიკავებ? უთხრა მდიდარმა. ხანასაკამ ხელის გულზე ცოტა ნაცარი დაიყარა და დაღონებული გაბრუნდა შინისაკენ. ზამთარი იდგა, ხეები თოვლით იყო დაფარული. როცა ხანასაკა თავის ქოხთან მივიდა, ამოვარდა ქარი, ხელის გულზე დაყრილ ნაცარს დაუბერა და ალუბლის ხეს შეაფრქვია. დაუეცრად, სასწაული მოხდა, ყველას თვალწინ ალუბლის ხე ნაზი ყვავილებით დაიფარა. როცა ეს ამბავი ხარბმა მეზობელმა გაიგო, დიდად გაიხარა. ახლა კი გავმდიდრდები. დამწვარი როდინის ნაცარი მოხვედა და პროვინციის მმართველის სასახლის ეზოსკენ გაიქცა. სასახლესთან მდიდარი კაცი მცველებმა შეაჩერეს. მოახსენეთ კეთილშობილ მმართველს, რომ შუა ზამთარში შემიძლია ყოველი ხე ავაყლავო, უთხრა მცველებს. მცველებმა მუხტის ნათქვამი მმართველს მოახსენეს. გაუცდა მმართველი, გამოვიდა გარეთ, ერთი ვნახო ვინ არის, რომ ზამთარში ხის აყვავება შეუძლიაო. მერე ვაშლის ხესთან შეჩერდა და მოხუცს უთხრა: აი, ეს ვაშლის ხე ააყვავე და გულუხვად დაგასაჩუქრებ. ხარბი მდიდარი მარჯვეთ აძვრა ხეზე და დიდხანს არც უფიქრია, ტოტებს ერთი ქუდი ნაცარი გადააყარა. ნაცარი იმდენი იყო, რომ მმართველსაც კი ამოევსო თვალები, ცხვირი, ყურები და პირი. ხე კი როგორც იყო, ისევე დარჩა. მატყუარა ყოფილა ეს კაცი. ეჰე, მცველებო, ახლავე შეიპყარით. ბრძანა გაბრაზებულმა მმართველმა. მცველებმა ჩამოაგდეს ხიდან მდიდარი კაცი და ისე სცემეს ჯოხებით, რომ ცოცხალმკვდარი მილასლასთა შინ. მას შემდეგ ახლოსაც არ გაჰკარებია ხანასაკას ქოხს.